კიდევ ერთი საინვესტიციო პროექტი, რომელიც საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და საკმაოდ მასშტაბურია, შუახევი ჰესი. დღემდე ყველაზე მსხვილ საინვესტიციო პროექტს წარმოადგენს ქართულ ენერგო სექტორში. ამ პროექტის საინვესტიციო ღირებულება $550 მილიონ აჭარბებს. პროექტის ინვესტორებს წარმოადგენენ ნორვეგიული Clean Energy Invest და ინდური Tata Power. პროექტი დაფინანსებული არის წამყვანი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ. ჰესი თავის მხრივ ოპერირებაში 2020 წელს შევიდა და მას შემდეგ ოპერირებს წარმატებით და ყოველგვარ ტექნიკური გამოწვევების გარეშე. შუახევი ჰესი ზრდის ელექტროენერგიის შიდა წარმოებას და აძლიერებს ქვეყნის ენერგო უსაფრთხოებას. შუახევი ჰესის მიერ ელექტროენერგიის გამომუშავება მნიშვნელოვნად არის წელს გაზრდილი. იანვრიდან დღემდე ჰესის მიერ გამომუშავებელმა ელექტროენერგიამ 372 მეგავატი შეადგინა. სწორედ აქედან გამომდინარე და სხვა ბევრ საინტერესო თემებზე სასაუბროთ დღეს BMG სტუმარი კომპანია აჭარისწყალი ჯორჯიას აღმასრულებელი დირექტორია რაგეშ ნაიკი და პირდაპირ ეთერში საუბარს მასთან ერთად გეგმავთ სინქრონულად ჩვენს თარგმანს სათარგმნო კომპანია NG ჯორჯია უზრუნველყოფს. მადლობა მათ წინასწარ დახმარებისათვის. მივესალმებით სტუმარს. გამარჯობა. რაგეშ, ვიხარია რომ ხარ ჩვენთან ერთად. გასულ კვირაში ჩვენს გქონდა პატივი და მინდა ამისთვის კიდევ ერთხელ უთხრა მადლობა კომპანია აჭარისწყალი ჯორჯიას. თქვენი კომპანიას ინვესტორები და უმაღლესი პირები სტუმრობდნენ საქართველოში, იყო შეხვედრები უმაღლეს დონეზე. საუბარია პრემიერ-მინისტრთან, ასევე მოინახულეს შუახევი ჰესი. მე მქონდა საშუალება ელენე კვანჭილაშვილის ინტერვიუსთვის მედევნებინა თვალყური ტატას გენერალურ დირექტორთან, მაგრამ მაინტერესებს რა შტაბეჭდილება დარჩათ მათ და თქვენ რა გაგიზიარეს ნანახისგან და იმ შეხვედრებიდან გამომდინარე, რაც საქართველოში გაიმართა. Good morning and thank you very much for inviting me here for this discussion. Yes, in general, every quarter we have our board meetings here in Georgia and our board of directors visit ოთხთვეში დაახლოებით ჩვენი ბორდის დირექტორები ჩამოდიან საქართველოში და როდესაც ჩამოდიან აუცილებელი რომ ისინი შეხვდნენ მთავრობის წარმომადგენლებს იმისათვის რომ განიხილონ სამომავლო პერსპექტივა და ეს შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან იყო ნამდვილად წარმატებული ოფიციალურმა წარმომადგენლებმა გაცვალეს საკუთარი მოსაზრებები ენერგო სექტორის შესახებ, იმ გამოწვევების შესახებ, რომელიც ამ შემთხვევაში ამ მიმართულებით არსებობს სხვადასხვა პრობლემის გადაჭრის გზებზე ისაუბრეს და ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი აზრით ამგვარი დისკუსიები, ეს არის შესანიშნავი შანსი რომ განვიხილოთ ინვესტორების განვითარების შანსები. წელს შუახევს აღნიშნა კიდეც რომ ფაქტობრივად 50%-იანი ზრდა აქვს წლევანდელ გამომუშავებაში. რამ განაპირობა ასეთი ზრდა, ის შედეგები, რაც ამ წლის, ამ დროის მონაცემებით გვაქვს, ეს შეიძლება ახსნათ იმით, რომ ჰესი უფრო მეტად დაიტვირთა, ბუნებრივი პირობები იყო, მთავარი გამსასვლელი, თუ სხვა რამე, რაზეც შეგვიძლია რომ საჯაროდ ვისაუბროთ. Yeah, of course. Actually, it is a combination of. ეს არის ერთგვარი კომბინაცია სხვადასხვა ფაქტორებისა. პირველ რიგში ჰიდროლოგია განვითარდა გასულ წლებთან შედარებით, ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი, მე ვიტყოდი. და არა მხოლოდ ეს, ასევე აღჭურვილობა, რომელიც დამონტაჟდა, არის ძალიან მაღალი ხარისხის, უკანასკნელი ტექნოლოგიები არის გამოყენებული. და ყველაფრის მონიტორინგი ხდება და ყველაფრის ოპერირება მიმდინარეობს ჩვენი მაღალკვალიფიციური თანამშრომლების მიერ 24 საათის განმავლობაში. ეს ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს, რა თქმა უნდა. ჩვენი თანამშრომლები ასევე მოვლა შენარჩუნების მაღალსტანდარტულ პროცესებს და პროცედურებს ნერგავენ პრაქტიკაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ორი მთავარი ფაქტორი. მახსენდება წინა პერიოდის ინტერვიუებიდან გამომდინარე, რომ მთლიანად საოპერაციო გუნდი, განსაკუთრებით საუბარია ინჟინრების კორპუსზე, მიმდინარეობდა სწავლება ქართველი ინჟინრებისა, რომლებსაც უნდა გადაებარებინათ ეს ყველაფერი. მე ვიყავი იმ ეტაპზე, როცა გადაბარდა ეს ყველაფერი ქართველ ინჟინრებს და ჩემი კითხვა, რომლებიც მართავენ დღეს უკვე შუახევი ჰესს. მე მაინტერესებს თვითონ პროცესის სირთულეები, რამდენად რთულია პროცესი, რომ კვალიფიციური ინჟინრები იპოვოს საქართველოში.
Yes, of course, as promised. დიახ, რა თქმა უნდა, ჩვენი კომპანია თითქმის 95%-ით ქირაობს ქართველ ინჟინერებს, ასაქმებს ქართველ ინჟინერებს და ისინი არიან ჩართულნი სწორედ ამ საქმიანობაში. მათი უმრავლესობა ჩვენთან მშენებლობის ფაზიდან მუშაობს და შემდგომ ვაკვირდებოდით ამ პერიოდის განმავლობაში და მივეცით იმის საშუალება, რომ აიღოთ დამატებითი პასუხისმგებლობები. თორსა ინჟინერებს ეხება საქმე როდესაც ჩვენ მათ ვასაქმებთ, ასევე ვუტარებთ ტრენინგს, რა თქმა უნდა. და დღეს ისინი უდგანან სწორედ ამ გეგმას სათავეში და ახდენენ ოპერირებას, მაგრამ როცა საქმე ეხება ახალი ქართველი ინჟინერების დასაქმებას, ეს ცოტა გამოწვევებთან არის დაკავშირებული, რადგან აუცილებელია კონკრეტული უნარების ქონა ამ შემთხვევაში, კონკრეტული პოლიტიკის გამოყენება იმისათვის, რომ გავაუმჯობესოთ ეს უნარები, რადგან შემდგომი 10 წლის განმავლობაში განახლებადი სექტორის განვითარებას როცა ეხება საქმე, ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ განვითარდეს არსებული უნარჩვევები პროფესიონალებში. და ჩვენ როგორც კერძო მოთამაშეები ამ სექტორში ვცდილობთ, რომ ხელი შეუწყოთ ამ უნარების განვითარებას სტუდენტების მოზიდვით სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში, მაგრამ ნამდვილად არსებობს გამოწვევები. ზუსტად ამ სფეროსთან დაკავშირებით ქალების ჩართულობის ნაწილზე და მათ შორის იმ აქტივობებზე, რომელიც სხვადასხვა კომპანიებს აქვთ დაგეგმილი. თქვენ შემთხვევაში, რადგან გადამზადებები ახსენეთ და თქვენი უშუალო ჩართულობა პროცესში, რომ შეიქმნას კვალიფიციური კადრების რაღაც გუნდი, რომელიც თქვენთან იმუშაობს და მომავალ შესაძლოა სხვაგანაც გამოჩნდეს, ამ ნაწილზე რამდენად ხდება აქცენტირება და დაინტერესება ქალების რამდენად არის? Yeah, I'm proud to mention this that in Ajariskalij Georgia company. დიახ, ეს აჭარის წყობის ქართულ კომპანიასთან საუბრისასაც აღნიშნე, ჩვენ ხელს უწყობთ ქალების დასაქმებას, რომლებიც აიკავებენ პოზიციებს კომერციული, კომუნიკაციის და სხვა მიმართულებებით, ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება ჩვენთვის და საკმაოდ მაღალი პროცენტული რაოდენობა ქალებისა, რომელიც იკავებს მნიშვნელოვან პოზიციებს, მაგრამ ტექნიკურ სფეროში მინდა წავახალისო განსაკუთრებით ქალები, რომ გამოიჩინონ ინიციატივა და ჩვენ დიდი სიამოვნებით დავიქირავებთ უფრო მეტ ქალებს ამ სფეროში. დაინტერესება არის ნაკლები ამ დროისათვის, თუ რატომ არის ასეთი, თქვათ, დისბალანსი თქვენი გადმოსახედიდან? Yeah, so I think women are not much interested in this technical. დიახ, მე მგონი ტექნიკურ სფეროში არიჩენ ქალები დიდ ინტერესს თუ გადავხედავთ ისტორიას, მაგრამ მე მინდა ასე წავახალისო ახალგაზრდა ქალები, რომ ჩაერთონ ტექნიკურ სფეროში, განავითარონ ტექნიკური უნარჩვევები, რადგან დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ უფრო და უფრო მეტი ქალი ერთვება ფინანსურ, სამართლებრივ და სხვა ტიპის პროფესიებში, მაგრამ სამომავლო პერსპექტივა რომ განვიხილოთ, ქალები ნამდვილად მიაღწევენ ამ მიმართულებით წარმატებების თემა. ეს იყო ყოველთვის რაღაც გამორჩეული. არჩეულებრივი ვიდეო ისტორიები დგებოდა ამ ყველაფერზე. და ჩვენ ყოველთვის გქონდა აბსოლუტურად განსხვავებული უკავშირი იმ ადამიანების მხრიდან, რომელიც შუახევის გუნდის ინტერესში ექცეოდა. ამ მიმართულებით რა ხდება? ეს იქნება ჩვენი შემაჯამებელი კითხვა. Concluding question. Yeah, so if we look at the value system and გადავხედოთ ღირებულებების სისტემას აჭარის წყლების კომპანიისათვის, ჩვენ ამ შემთხვევაში ორ მთავარ კომპანიასთან თანამშრომლობთ, Clean Energy Investors კომპანიასთან, Tata Power-ის კომპანიასთან, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა ყურადღება მიაქციონ გარემოს დაცვის ფაქტორებს. ეს არის ჩვენთვის მთავარი ღირებულება, რომ და ასევე აქცენტს ვაკეთებთ უნარების განვითარებაზე, ინფრასტრუქტურის განვითარებაზე და საგანმანათლებლო სფეროს განვითარებაზე. ჩვენ დავიქირავთ დაახლოებით 1000-მდე თანამშრომელი და ახლა ოპერაციულ ფაზაში უკვე ვასაქმებთ დაახლოებით 100-მდე ადამიანს, ასევე თანამშრომლობთ მუნიციპალიტეტებთან იმისათვის, რომ ყველა ფაზაში ჩაერთონ ამ აქტივობებში და გვაქვს შესაბამისი ღონისძიებები დაგეგმილი ინფრასტრუქტურული და საგანმანათლებლო
უნარჩვევების განვითარების მიმართულებით განვახორციელეთ ძალიან ბევრი პროექტი, როგორც არის მცირე ბიზნეს სტარტაპების დაფინანსება, ინფრასტრუქტურის განვითარება, სასკოლო ინფრასტრუქტურას გულისხმობ ამ შემთხვევაში ასევე ხიდები და ქუჩის განათება და ასე შემდეგ. გეგმებს უკავშირდება ვახსენეთ დასაწყისში და ისევ მინდა რომ ამ თემას დავუბრუნდე, გაზრდილი გამომუშავება წელს ამ შედეგებით, ანუ წინა თვეების რაც იყო, არის ერთი, მაგრამ წლის ბოლოს სამიზნე მაჩვენებელი თუ შეგვიძლია დავასახელოთ თქვენი გაანგარიშებით რა შეიძლება იყოს და რა საპირებთ უახლოეს მომავალში, რაც შეგვიძლია რომ გაუზიაროთ საქმიან დილას მაყურებელს. Yeah, for sure. Like this year's plan is წამანდელი გეგმა არის დაახლოებით 400,000-მდე გიგავატის გამომუშავება და ძალიან ახლოს ვართ ამ გეგმის შესრულებასთან და აუცილებლად მივაღწევთ ამ მიზანს წელს. რაკეშ ნაიკი ქალბატონებო და ბატონებო, კომპანია აჭარის წყარის ჯორჯია სამასრულებელი დირექტორი, მასთან საუბრის ვიდეო ჩანაწერს სულ რამდენიმე წუთში ნახავთ BMG-ს ვებგვერდზე. კიდევ ერთხელ მადლობა ჩვენს პარტნიორებს პირდაპირ ეთერში სინქრონულად ჩვენ თარგმანს უზრუნველყოფ ჩვენი პარტნიორი კომპანია NG Georgia, წარმატებები მათ და აჭარის წყარის ჯორჯიას.